ქართულ-უნგრული სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთობების გაღრმავება ყველა მიმართულებით, როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარების, ასევე სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული კავშირების განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით. საქართველო და უნგრეთი ურთიერთმხარდაჭერას ყველა დონეზე გამოხატავენ. ეს არის შედეგი, რომლითაც უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დღის წესრიგი კი საკმაოდ დატვირთული გამოდგა. სოფო ბერძე გვიერთდება ბუდაპეშტიდან. უნგრეთი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთვის ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის ევროკავშირის კარი. ამ სიტყვების ავტორი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია ბუდაპეშტში საქართველოს დელეგაციას საზეიმო დახვედრა მოუწყეს. პრაქტიკულად ასეთივე იყო გაცილების ცერემონიაც ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრმა გააცილა. მხარეები კმაყოფილები არიან მთავრობათა შორისი კომისიის მეორე სამიტი. შედეგებით, რა დროსაც 4 თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, თუმცა ორივე ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი ურთიერთობების გაღრმავების, ისედაც მაღალ დონეზე არსებული პოლიტიკური დიალოგის გათვალისწინებით. ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების მაღალი დონე, სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, გამოწვევები ევროპული მომავლის გზაზე და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის გადადგმული ნაბიჯები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის პრეზიდენტმა ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეიმსჯელეს. ქართულ დელეგაციას ტამაშ შუიოკმა კარმელიტას სასახლეში უმასპინძლა, რა დროსაც პრემიერმა მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონში სტაბილურობისა და დიალოგის ხელშეწყობას განაგრძობს. ბუდაპეშტში მყოფი საქართველოს ხელისუფლება უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესაც შეხვდა. ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ჩარჩო ხელშეკრულება მოქმედებს, რომლის მიზანიც ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო გაცვლების ხელშეწყობაა. მხარეები 2 დღის განმავლობაში გამართული შეხვედრებით კმაყოფილები არიან. მთავრობათა შორისი კომისიის მეორე სამიტი დეკლარაციის გაფორმებით დასრულდა. კომისიის ფარგლებში სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის 4 მემორანდუმიც გაფორმდა. უნგრეთთან, როგორც საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერ ქვეყანასთან პოლიტიკურ დიალოგს ოფიციალური თბილისი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენ განვიხილეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები, მთავრობა პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იყო ჩამოსული ბუდაპეშტში და მინისტრები შეხვდნენ კოლეგებს იმისათვის, რომ თითეული მიმართულებით თითოეულ დარგში განგვიხილა როგორც მიღწეული პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე ხელი მოეწერა 4 მიმართულებით სხვადასხვა მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებას. საუბარია როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული კავშირების გაღრმავებაზე. უნგრეთი როგორც მოგეხსენებათ, არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ამისათვის მადლობა უნგრეთის ხელისუფლებას, პირადად პრემიერ-მინისტრს. თქმა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორხრივი კავშირები ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. პოლიტიკური დიალოგის კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე შეხვედრები გაიმართა როგორც პრემიერ-მინისტრ ორბანთან, ასევე პრეზიდენტთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არის ძალიან ბევრი საერთო პოზიციები და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ერთად მუშაობას კიდევ უფრო გასაძლიერებლად ჩვენი ურთიერთობების. ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის პრემიერის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი განცხადებები კიდევ ერთხელ მოვისმინეთ. ვიქტორ ორბანს სჯერა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველა კარი გაიღება, მათ შორის ევროკავშირის კარიც. წელს უკვე მეოთხედ ხვდები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. უნგრეთი და საქართველო ორი სუვერენული სახელმწიფოა, რომლებიც უარს ამბობენ ზღვის ომში პაიკებად ქცევაზე. უარს ვამბობთ შანტაჟის და უცხოური ზეწოლის ობიექტად ქცევაზე და ვირჩევთ ეკონომიკური ზრდის, ენერგოუსაფრთხოების და მჭიდრო თანამშრომლობის გზას. აბა შევუდექით მუშაობას. მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ნაწილია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაც. საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო 1 წელში 14%-ით გაიზარდა. გაზრდილია ტურიზმის მაჩვენებელიც. ეს ეხება როგორც სპორტს, კულტურას, განათლებას, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას ფაქტიურად ყველა მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა საქართველოს ეხმარება ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ დავიგეგმეთ, რომ ის პლატფორმები, რომელიც ორმა ქვეყანამ
მანქანამ შექმნა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ უფრო მეტად აქტიურად უნდა გამოიყენოს კერძო სექტორმა. ჩვენ შეიცით, რომ ხელი მოვაწერეთ ინვესტიციების ახალისების და დაცვის ხელშეკრულებას, ასევე მთელ რიგ მემორანდუმებს კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მემორანდუმი ორ სამინისტროს შორის, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის ფაქტ ასპექტს სამინისტროებს შორის, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის ფისკალური პოლიტიკა, როგორიც არის სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიები და მნიშვნელოვანი მიმართულება საგადასახადო და საბაჟო თანამშრომლობა. ამ მიმართულებით ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ფინანსის სამინისტრო ყველა სამინისტროსთან. მთავრობათა შორისი კომისიის მეორე სამიტის ფარგლებში უნგრეთში საქართველოს მთავრობა ფაქტობრივად სრული შემადგენლობით იმყოფებოდა. კომისიის ხდომაში მონაწილეობის პარალელურად მინისტრებმა უნგრელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს. 2 წელია საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი მოქმედებს.